ჩვენთან არის ღმერთი. დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. აი ამ გალობამ მიწყოლე მე ღმერთო მიწყალე მე. აი ამ საგალობლებმა წმინდა ანდრია კრიტელის კანონისა და ლოცვამ ეკლესიისა მრავალი ჩვენი წინაპარი აწყოვნა და იმედი გვაქვს რომ უმრავლესობა ჩვენს ღვთისმადლით ვწყონდებით. მე მინდა დღეს ჩვენ გესაუბროთ თავმდაბლობის შესახებ. საოცარი გამოთქმა აქვს ისააკ ასურს. ისააკ ასურის სირიელი მამა ცხოვრობდა მეოთხე საუკუნეში და მას აქვს ასეთი გამოთქმა. თავმდაბლობა ღმერთის შესამოსელიაო. აბა წარმოიდგინეთ, როგორი ძალა ჰქონია თავმდაბლობას. თავმდაბლობა ღმერთის შესამოსელიაო. აი ამიტომ ყოველმა ჩვენთაგანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ამას. რა არის თავმდაბლობა? თავმდაბლობა ის არის, როცა ადამიანი ხედავს თავის თავს. ამაზე ლაპარაკობდნენ ძველი რომაელები. noscete ipsum, შეიცანის თავი შენი. ლათინურად noscete ipsum. და ადამიანმა მაინც ვერ შეიცნო თავისი თავი. ჩვენ გონია თითქოს ჩვენ რაღაცას წარმოვადგენთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ დიდ რაღაცას ვაკეთებთ. უფალი მეფობს, უფალი აკეთებს, უფალი გვავალებს და ჩვენ ვასრულებთ. და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ასრულებს ღვთის დავალებას. ბიბლიაში წერია, უფალი ბრძანებს, ღმერთი ამ პარტავალსა შემოსრავს, ხოლო თავმდაბალსა მიანიჭებს მადლსა. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა და პირველად სტუდენტობაში სემინარიაში ვსწავლობდი და ჩამოვედი არდადეგებზე თბილისში. მაშინ ბრძანდებოდა დიდი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკ მესამე ფხალაძე, რომელსაც ჰქონდა დამთავრებული ყაზანის სასულიერო აკადემია. იყო უგანათლებულესი პიროვნება და იყო ესეთი მართალი ადამიანი, კაცრი ადამიანი. აი მე თითქმის რამდენიმე ჯერ შევხვდი მას
მე არ მინახავს მის სახელზე ღიმილი და ეს იმითაც იყო გამოწვეული რომ ძიმე დრო იყო და მივედი სიონის ტაძარში და იქ იყო პროტოდიაკონი პახომი აბოლოძე მაშინ შემდეგ პროტოპრესვიტერი გახდა მამა პახომი და ძალიან სიხარულით მიმიღო შევხვდით და მე ვერ წარმომედგინა და მე ვთვლიდი რომ ეს შეუძლებელია პატრიარქთან მისვლა და მამა პახომმა მითხრა მე რომ გინდაო პატრიარქთან მიგიყვანო მინდა მეთქი და წამიყვანა და მე ასეთი დავიხარე ხელი მიწას და დავიწყე ხელები რომ ეკურთხა მან მომცალოს ვაკურთხევა და მითხრა გახსოვდეს და აი ეს სიტყვები ღმერთი ამ პარტავალსა შემოსრავს ხოლო თავმდაბალსა მიანიჭებს მადლსა მითხრა რუსულად არ ვიცი რატომ ალბათ იმიტომ რომ რუსულად სწავლობდი და უფრო გაიგებსო მე გავოცდი და ისე იმოქმედა ამ სიტყვებმა ჩემზე რომ აი დღემდე როცა მე ვფიქრობ როცა მე ვიხსენებ აი მაკანკარებს თითქმის რომ ეს სიტყვები მითხრა და მე მივიღე ეს როგორც აი ჩემთვის ნათქვამი სიტყვები ჩანს რომ უწმიდესმა და უნეტარესმა რაღაცა დაინახა ჩემში ამ პარტავნება და აი ამიტომ გამაფრთხილა და მითხრა ეს სიტყვები და ეს სულ მახსოვს ამ პარტავნება ღუპავს ადამიანს და დაღუპა ანგელოზებიც დაღუპა კაცობრიობა ამ პარტავნებამ მაგრამ თავმდაბლობა ეს არის ისეთი საწმოება აბა მე დღეს პირველად წავიკითხე წიგნებში რომ თავმდაბლობა არის შესამოსელი ღვთისა და თავმდაბლობას აფასებს და გულში აქვს იმ ადამიანს რომელიც ხედავს თავის ცოდვებს რომელიც ხედავს თავის ნაკლს აი ეს სიტყვები ნოსცეტე იფსუმ შეიცანი თავის შენი ეს უდიდესი სიტყვებია ეს ითქვა ქრისტეს შობამდე წარმართებმა თქვეს ეს და მით უმეტეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ
მრავალი მაგალითი ყოფილა ჩვენს ისტორიაში, როცა უფალმა აიღო მადლი ამ პარტავნისაგან და მისცა თავმდაბალს. თავმდაბლობა ეს არის გზა, რომელიც მიდის პირდაპირ სასუფეველში. ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა ითვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. აი ეს არის მაცხოვრებელი სიტყვები და ღმერთმა ძალა მოგცეთ, ძალა მისცეს საქართველოს, რომ აღვასრულოთ აი ეს წმინდა სიტყვები. კურთხევა უფლისა თქვენზე და მისითა მადლითა და გასმოყვარევითა ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. განათლი